მოგესალმებით. დიდება მამასაძე, სადაც მინდა სასულს ამინ. დიდება შენ ჩემო უფალო იესო ქრისტეო, მადლობა ყოველი დღისთვის, ყველაფრისთვის და ყველა ადამიანისთვის. გავნაგრძავ ჩემს მოკლე ვიდეოებს უფალი იესოს სახელით და შევეცდები რომ იმას რასაც მასწავლის უფალი გადმოგცეთ თქვენ, რადგან თქვენც მიიღოთ ის მადლი, რა მადლითაც დავტივარ მე. მადლობა ამისთვის სულოწმინდა, რომ ჩემთან ახარ და შენით წარუძღვები მე ამ ვიდეოს და მინდა გითხრათ ესეთი თემა შემოგთავაზოთ ადამიანის უფლებები მიწაზე თუ როგორია. ადამიანი გაჩენის წუთიდან არის თავისუფალი, აღზრდის დროს, როცა აღზრდიან, ძალიან ტრადიციული თემებით აღზრდიან. ასწავლიან ისეთ რაღაცას, რასაც ქვია ტრადიცია. შენ უნდა იყვე ესეთი, დაუშვათ. მან მასწავლებელი, შენ უნდა იყვე როგორ ეკადრება ჩემს ოჯახს გაუნათლებელი ქალი. შენ უნდა იყვე ესეთი, უნდა უკრავდე პიანინოზე, უნდა ცეკვავდე, უნდა იყვე ფიზიკოსი, მათემატიკოსი. და ეს არის მცდარი. ეს არის აბსოლუტურად მცდარი აღზრდა, როცა ბავშვი იზრდება და უჭედავენ ტვინს, ძალით ასწავლიან, ძალით დაძალებული არაფერი არ უნდა ღმერთს. არაფერი. ბავშვს როცა გააჩენთ, იმ წუთას ნუ გარბი ხართ და ნუ მღვდლებთან ნუ მიყავთ და ნუ ნათლით. ის ბავშვი, რაც ვინც გაჩენილი დაჩნდა, ის დაცულია აბსოლუტურად გაზრდამდე უფლისაა და უფლის ნებით იზრდება. ჯერ ბავშვი არის თოთო და კიდევთ ჯვარს. საერთოდ იცით რას აქვია ჯვარი? იესო 33 წლისა იყო, რომ ჯვარზე გაეკრა. და ჯვარზე აიტანა მთელი ცოდვები და მთელი ტანჯვა. თქვენ კიდე ახალ გაჩენილ ბავშვს ვიღაცა მღვდელთან, წვერიან კაცთან მიყავთ, ნეტა მღვდელი იყვეს. საერთოდ იცით რას ანიშნავს მღვდელი? წვერიან შავებში ჩაცმულ დემონთან მიყავთ და ჰკიდებთ ჯვარს, რომელსაც ზე დავიდა მთელი ცოდვები. ჯვარს თვითონ ირჩევს ადამიანი. მიეცით ბავშვი მისი საშუალება ჯერ გაიზარდოს და მერე აირჩიოს მისი ჯვარი და ატაროს. რა თქვა იესომ? აიღე შენი ჯვარი და გამომყევიო. თოთო ბავშვს შეუძლია ჯვრის აღება და გაყოლა? თოთო ბავშვს სიყვარული სჭირდება მშობლების. ჩასახვის დღიდან სჭირდება სიყვარული მშობლების, დედის და მამის. რო გაჩნდება მაშინაც, სანამ აზრები და გონება ჩამოუყალიბდება, მაშინაც. 18 წლამდე უნდა ზარდოს მშობელმა შვილი, სულიერად და ფიზიკურად. განა სკოლაში, გინდა თუ არა, შენ მე როგორ მეკადრება, მე ეს მინდა, იმიტომ რომ მშობელი ვარ. შენზე დიდი მშობელი არის უფალი ღმერთი, ვინც შექმნა. შენ თვითონაც რომ შეგქმნა. შენი შვილი კი არა მარტო, შენ თვითონაც რომ შეგქმნა.
და თვითოულ ადამიანის სხეული არის ეკლესია და ამ ეკლესიაში ის სული, რომელიც ღმერთმა ჩაბერა. თუ კი ღმერთმა თავისი სული ჩაბერა ადამიანს და ადამს, მაშ ვინა ხართ თქვენ, ადამიანები და თან ეს ბავშვებიც? ვინ? ღმერთის შვილები, ღმერთის ძეები, ღმერთის ქალიშვილები. აღზარდეთ ბავშვები ღმერთის ძეებად და ღმერთის ქალიშვილებად, რომ თქვენც ბედნიერები იყვეთ ცხოვრებაში და ღმერთსაც გული მოულბოთ და გაუთბოთ და თუმცა ისედაც უყვარხართ. ღმერთს ყველა უყვარს, რადგან მისი ძეები ვართ და მისი ქალები ვართ, ქალიშვილები. უფლისები ვართ და გატყუებთ მხოლოდ სატანა ეშმაკი, რომ გეუბნებათ, რომ ღმერთი მრისხანია, ღმერთის უნდა გეშინოდეთ, მაგრამ არა ისე გეშინოდეთ, რომ ეშმაკს დაუმეგობრდეთ. ეს სხვა თემაა. მე ვლაპარაკობ ბავშვებზე. ახალ დაბადებულ ბავშვებს ნუკიდებთ ჯვრებს. ისინი ისედაც ანგელოზები არიან და გაუფრთხილდით თქვენ როგორც მშობლებმა ღზარდეთ. მიეცით სიყვარული და იმათ არც ერთი ეშმაკი არ მოერევა. მიეცით სიყვარული, აღზარდეთ სიყვარულში ღმერთის და მშობლისა თქვენი სიყვარულით და ღმერთის სიყვარულით და არაფერი შვილებს ეშმაკები არ მოერევიან. დიდება მამასა, ძესა და წმინდა სასულსა. ამინ.